ავარია ბოლოზარზე კახეთში მე-12 კლასელების ავტომობილის სიმაღლიდან გადავარდა. ტელეკომპანია გურჯაანის ცნობით დაშავებულია 2 მოსწავლე და 1 მშობელი. მათ სხეულის მსუბუქი დაზიანება აღენიშნებათ. გავრცელებული ინფორმაციით მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა. შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. მათი განცხადებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მშობლებთან ერთად სპეციალისტები და საპატრიარქოს წარმომადგენლები იქნებიან. საპატრიარქო შეგვირდა, რომ მოახდენს პირდაპირ კომუნიკაციას ხელისუფლებასთან, რათა ჩატეხილი ხიდი აღდგეს, თქვა კახა წიქარიშვილმა. საჭიროების შემთხვევაში ჩართულები იქნებიან ფონდის შექმნის პროცესშიც. ვისწრაფვით საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და თანამშრომლობისკენ მზად ვართ გადავდგათ ნაბიჯები ამ მიმართულებით, წერს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით ანდრეი სიბიჰასგან მოისმინა ინფორმაცია სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის მაკა ბოჭორიშვილთან კომუნიკაციის შესახებ. უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ბოლო შეხვედრა 15 მაისს მოლდოვაში გაიმართა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა, ერთ-ერთ ფერმაში ცოფი დადასტურდა. შემთხვევა სოფელ ჩალაუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე იორთან ახლოს მოხდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ერთ-ერთმა ძაღლმა 5 ძაღლი, 1 ცხვარი და 1 სული მსხვილფეხა საქონელი დაკბინა. ძაღლი რამდენიმე დღეში მოკვდა. ცხოველები ცოფის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებულები არ იყვნენ.